პროექტი აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია 2025 ბაკურიანში ეტლით თხილამურების ჩემპიონატებით გაიხსნა. გორელმა სამხედრო მოსამსახურემ გუგა ჩიმახიძემ მამაკაცებს შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა და გარდამავალი თასი ერთი წლით მშობლიურ ქალაქში წამოიღო. ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გორელი ტიტულოვანი პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები. გამარჯვებულებს გადაიცათ მედლები, დიპლომები, ღონისძიების სხვა მონაწილეებს კი სერტიფიკატები. ძალიან დაძაბული შეჯიბრი იყო, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი და კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი დღის გალამაზებაში წვლილი შეიტანა. ხდებოდი მსოფლიო და მრავალგზის ჩემპიონს. სურვილი ძალიან დიდი მქონდა და გავიმარჯვე, ავიღე პირველი ადგილი და ბედნიერი ვარ და მივდივარ მარნეულში გახარებული და ბედნიერი. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რომ შიშომ პირებს შეუქმნათ სრულფასოვანი გარემა. ავამაღლოთ შემეცნება საზოგადოებაში მსგავსი სპორტული აქტივობა.